მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ხუთშაბათია ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა ხელოვნება სულიერება მე ვაჟა ოთარაშვილი წარსდგები თქვენს წინაშე და წარმოგიდგენთ ჩემს ფრიად საპატივსაცემო და ძვირფას სტუმრებს წერალი ილია ჭავჭავაძის საგურამო სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ცნობილი წერალი ანდრო ბედუკაძე მოგესალმები ანდრო და ცნობილი პოეტი ედუარდ უგულავა მოგესალმები ედუარდ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ფრიად სამწუხარო ნოტაზე იქნება მაგრამ გასაკვირი არ უნდა იყოს რადგანაც ეს გადაცემა ჩვენი დიდი მეგობრის ცნობილი პოეტის და მამულიშვილის თემურ ჩალებაშვილის ხსოვნისადმი ათებული კიდევ ერთი კელაპტარი იქნება. ამას წინათ გამოვიდა წიგნი მოგონებები თემურ ჩალებაშვილზე, რომელიც გამომცემლობა საარმა გამოსცა და ამ წიგნის გამოცემის იდეა ეკუთვნის ბატონ ლევან თითმერიას, ამ გამომცემლობის დირექტორს და ჩვენი უფროსი მეგობრის აც გარდაცვლილი შესანიშნავი მწერლის, კრიტიკოსის, ბატონი თარგმნელის, ბატონი ჯუმბე თითმერიას ვაჟს. მე მადლობა მინდა შევწირო ლევან თითმერიას, რომელიც ყოველთვის ქართული მწერლობის, ქართველი მწერლების მხარში მდგომია და გულთამია ყველა ის ტკივილი თუ სიხარული, რაც ჩვენ სამწერლო ოჯახში ტრიალებს. მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე. ალბათ ადვილიც არის საუბარი თემურზე და ძნელიც არის. კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ ტკივნეულ თემას, როცა ამ ქვეყნის შვილი აღარ არის და ზეციურ საქართველოს მკვიდრია ჩვენი ძვირფასი მეგობარი თემურ ჩალაბაშვილი. ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი, მისი უმცროსი მეგობარი ედუარდ უგულავა, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პოეტი მოვიწვიე. მეორე რედაქტორია, ასევე ჩვენთვის ცნობილი პოეტი მაია მიქაია. ანდრო ბედუკაძის და თემურ ჩალაბაშვილის მეგობრობაზე მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ამ წიგნში მრავალი მწერლის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, კრიტიკოსის, პოეტის მოგონებაა წარმოდგენილი. და თითქოს ისევ ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ჩალაბა, როგორც მას შინაურები ეძახდნენ, ეს მართლაც კოლორიტი პიროვნება, რომელიც უხდებოდა ვარანცოვს, თბილის, ჩვენ დიდ სამწერლო ოჯახს. თავისი გამორჩეული ცხოვრებით, თავისი გამორჩეული შემოქმედებით მან შთამბეჭდავი და წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. თემურ ჩალაბაშვილს ზოგიერთივით მრავალტომეულები არ გამოუცია, ზოგს რო აქვს გამოცემული 20 ტომეული და 25 ტომი და ასე შემდეგ შემოანდრო, მაგრამ თავისი შემოქმედებით მან უნიკალური კვარცხლბეკი ააგო პოეზიისა, რომელსაც ჭეშმარიტი თანამედროვე ქართული პოეზია ჰქვია. ჩვენი მამულის სიყვარულით, ტკივილით, სიხარულით, ნატრით ოცნებებით გაჟღენთილი პოეზია. მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე. დღეს სწორედ ამ მოგონებებზე და ამ კაცის ხსოვნაზე ვისაუბრებ ჩემ ძვირფას მეგობრებთან ერთად. სიტყვის ალავერც მე გადავალ ამ წიგნის რედაქტორთან, ედუარდ უგულავასთან და საიდან დაიბადა ამ წიგნის იდეა, თქვით რომ იდეის ავტორი ლევან თითმერია, მაგრამ აქ უამრავი ავტორია და თითქოს ხელახლა ცოცხლდება თემურ ჩალაბაშვილის სახე. აი მეც გამახსენდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პატარა მოგონებაც არის ამ წიგნში შეტანილი. აი მე მოგახსენებთ კიდევ ერთი ისეთი შტრიხი გამახსენდა თემურ ჩალაბაშვილთან დაკავშირებით, რომელიც არც გამხსენებია არასდროს, აი რომ მოვდიოდი გზაში, ახლა გამახსენდა. სხვათა შორის ამ
შეხვედრის მონაწილე შენც ხარ ედუარდ ეს გამომცემლობა ეროვნულ მწერლობაში ბუხართან ჩატარებული პატარა ტრაპეზები მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ ერთი სიტყვით ეს წიგნი გამოვიდა ძალიან კარგი მშვენიერი წიგნი მივიღეთ ეს იყო ბატონი ლევან თითმერიანს იდეა მანამდე ერთი-ორი წიგნი დაიბეჭდა თემომ დაბეჭდა ბატონ ლევანთან უფრო დამეგობრდნენ ხა განსაკუთრებული თვისებები აქვს თვითონ ლევანს ისეთი ადამიანია ადამიანური თვისებებით გამოირჩევა ღირსეული ბიჭია ღირსეული კაცია და ღირსეული პიროვნება ძალიან იმოქმედა თემურის გადაცვალებამ ნუ ყველაზე იმოქმედა ბუნებრივია ლევანზეც და გადაწყვიტა რომ წიგნი გამოეცა რაღაცით უნდა რომ გამოეხატა ეს პატივისცემა ბატონი თემურის ადრიდან მშვენიერი იდეა დაებადა და აიღო ხარჯები თვითონ თავისი ინიციატივით, თავისი იდეით და მითხრა რომ აი ჩაიბარეო თხოვა და დიდი ესე იგი პასუხისგებლობით და სიყვარულით მოვკიდე ამ საქმეს. ფაქტიურად უანგაროთ რომ დღევანდელი ტერმინებით რო ეთქვია თვითონ ვია სპონსორი. ყველაფერს კი ბატონო მე ვთხოვე ქალბატონ მაია მიქაიას დახმარება გამოცდილია ქალბატონი მაია ძალიან ამ საქმეშიც და სადაც შესანიშნავი მწერალია და ზოგადად როცა წიგნი მჭირდება და ამის სერიოზული წიგნია მინდა რომ ორი რედაქტორი ყავდეს იმიტომ რომ რამე ესე სერიოზული შეცდომა არ გაიბაროს თვალსაც მნიშვნელობა აქ ეხლა ხო კორექტორასაც რედაქტორი თავსებს ძველად ჯვარედინი კორექტორა გექნებოდა ხო აი ცალკე პროფესიაც იყო ადრე საზღვარ დროში ხო ახლა ესეთი განსაკუთრებული თვალი აქვს ერთი სიტყვით 150-მდე ავტორი შეიკრიბა კიდე დარჩა უამრავი ადამიანი მე გამოხატეს უწუხარება რაღაცნაირად ტკივილი ფულისა რომ ჩვენ გვინდოდაო მაგრამ რაც გაკეთდა ეს იყო უკვე ძალიან სერიოზული საქმე ჩემთვის და აი ბატონი თემური კიდე გაცოცხლდა და ვინც არ იცნობს ეხლა და არ იცნობდა და თუნდაც მომავალი თაობაზე ვამბობ რომ გარკვეული წარმოდგენა ამ ადამიანზე შეექმნება რა თქმა უნდა ისეთი არა როცა იცნობ ადამიანს და იქ უნიკალური პიროვნება იყო სრულიად ბატონი თემური და ვინც იცნობდა და ძალიან ბევრი იცნობდა და პატივსცემდა ყველა დამემოწმება მოკლედ აი ამ ადამიანის ესე იგი თვისებებს როცა გაიხსენებს და ერთი წელი გავიდა უკვე რაც გარდაიცვალა ბატონი თემური მაგრამ ახლა კიდე წიგნზე ვმუშაობ ჩვენ მინიატურული წიგნი გამოდის გამოთქვეს ამ წიგნობათა ასოციაცია მინიატურულ წიგნებს შეჭდავენ ისე სურვილი და უნდათ რომ ბატონი თემურის წიგნი გამოვიდეს და დაიხატა ნახატებიც მე ქალბატონ ლალილომთაძეს ვთხოვე და შესანიშნავი ნახატები დახატა ამ წიგნისთვის თვითონაც შესანიშნავი მხატვარია ხო კი ბატონო და მოკლედ ერთი მშვენიერი მინიატურული წიგნი ლექსების წიგნი გამოვა კიდე ბატონი თემურის აი ეს იქნება ძალიან კარგი იქნება კიდე კი ბატონო ვაგეთებს ამ წიგნზე გადაცემა მე მინდა სიტყვის ალავეთ ანდრო ბედუკაძესთან გადავიდე რა სიტყვები ანდრო რაც გაიხსენებდი ჩვენი ჩალაბას ჩალაბაზე მოგონებები რომ დავწერე აი ერთი აფხელა წიგნი უნდა გამოვიდეს იმდენი რამ მახსენდება ზოგი არის მეცნიერების რაღაც კუნძულებში შენახული და ალბათ თანათან ამოტვირთდება მაგრამ ერთი რამ არის ის რომ ახლა ყველას რომ დაეწერა ვინც იცნობდა ჩალაბაში ტომები უნდა გამოვიდეს მაგრამ ის რაღაცა სახალხო კაცი იყო რა აი სახალხო პოეტის ტიტული რომ არსებობს არა აი ეგეთ ადამიანები გულისხმება ვინც სახალხო არის თავისი არა მარტო შემოქმედების შინაარსზე არამედ ცხოვრების წესზე რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ახლა აქ კიდევ ეს არ არის მარტო პოეტების მოგონება პოეტზე ან მწერლების მოგონება მწერალზე არამედ სხვადასხვა დარგის ადამიანები იგონებენ თავიანთ მეგობარს თავიანთ თანახალახებს თავიანთ თანამოყალმეს და ასე შემდეგ და მოგონებებს და ამ საერთოდ ამ ჟანრის ძალიან საინტერესო ხდება თანდათან ხოლმე ეხლა კიდევ არა უფრო და უფრო რაც დრო გავა
აი მემუარული ლიტერატურას უფრო და უფრო დიდი ხასიათდება ფაქტობრივად წერლობის ისტორია რა თქმა უნდა და თუ ჩვენ არ მოვიგონეთ არ დავწერეთ არავინ უკვე მოგვარდაობას დაგვიწყდა არსებობს და ჩვენ ისეთი არ ვაკლებთ ასაკი გვემატება ხო და ამიტომ რაღაცები შეიძლება დავიწყდეს გადავიდეს ამიტომ ძალიან კარგია რომ დროულად და ლევანი როგორც ყოველთვის არა ეს თითქმეdia ვიზეს ლაპარაკობთ არის აი რაღაც არაჩვეულებრივი იდეებისა და აი თვითონ თავისი ცხოვრების სტილით ლევანი რაღაცნაირად თემს გააქვს ისეთი კაცი არის და იმიტომ გავუგეს უძვირფასესი ადამიანია ამავე დროს დიდი პროფესიონალი არის და იცის რა საითკენ და რა სწორ აქცენტები შეიძლება გაკეთდეს და მადლობა უნდა უთხრათ რა თქმა უნდა მას ეს არ არის ადვილი საქმე ციგნის დაწერა იმდენად აღარ არის ძნელი დღეს უფრო იმიტომ რომ აღარაფერი აღარ უდგას წინ მაგრამ გამოცემა ხდება გამოცემა არის უკვე ფინანსებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ აი ლევანმა ეს გააკეთა მადლობა ედუარდს რომ იმიტომ და ალბათ მაინც რომ არის ასეთი ამას აღმოყრა უნდა ყველაფერს ეს არ არის დაწონებული ვარ რომ ძალიან დიდი მასალა რა თქმა უნდა ახლა ყველაფერს საკითხვა უნდა თან რა არის მოგიხსენებოთ რომ ზოგიერთი 340 გვერდიანი წიგნი ზოგიერთი მაგალითად ისეთ რაღაცასაც დაწერს მოგონებაში რომელიც შეიძლება არც იყოს რა სტატიო კი ბატონო ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მაინც და ამასაც რედაქტორის ფახი უნდა ცოტა ისეთი რომელსაც გამოუცია წიგნი და ვიცით რა არის ეს რედაქტორობა ვიღაცას გონია ძალიან ადვილი საქმე წაიკითხავდა ეგ არ არის ასასე იმიტომ რომ რედაქტორი დღეს აღარ არსებობს წიგნისა მართალია სამწუხაროდ იშვიათად რომ კარგი რედაქტორი ყავდეს კარგ წიგნს და იმიტომაც ეთხოვა რომ რედაქტორის გარეშე წასული წიგნი ძალიან ბევრ შეცდომას არა კოლექტურას ლაფსუსებით არის ავტორი და ამიტომ დიდი მადლობა თქვენ რომ აი ესეთი გამოვიდა ძალიან კარგი არის და რადგან მაგის ერთი რამე და კიდევ თვითონ ახლა აქ რა არის მოგონებას დიდია ყველაფერი არის სუბიექტური მაგალითად მე ჩემი თვალიდან ახურს ხედავ ის თავისი თავისებურს ისე და ისე რომ მთლიანობაში პორტრეტი ხდება ყველანაირად სუბიექტური რანაირად შეიძლება სხვაგვარად იყოს რა შესანიშნავი რამე ბრძანდა ანდრო ძალიან საინტერესო და ზუსტი ანალიზი ესეთი არის რა იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოვა იმიტომ რომ მას სიმართლეს ვიტყვი და ვერ იტყვი იმიტომ რომ შენი სიმართლით ლაპარაკ მე რასაც უყურებ რანაირად შეიძლება ობიექტური კაუნტ მართალია ბატონ საინტერესო საუბარი მეგობრის შეფასებისას ან ნებისმიერი საკითხისა ვერ იქნება ესოა ხო ეს ორედი იმით რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იგონებიან არ არსებობს ესე იგი რომ იყო ხოლმე მოარადი რუთმნელი და აუცილებლად ვაი წერანაც თქვენ მარკ წერლები არ არიან არა რა თქმა უნდა ეს სხვადასხვა პროფესიის გარკვეული წარმოდგენას ადამიანზე და ახლა იქ რა თქმა უნდა ჩვენ შევავლეთ ხელი რომ არ იყო გამართული მე ვთხოვე ბევრს რომ თქვენ დაწერეთ მოგონება და გაიმართება ეს არა ხო არავით არის პრობლემა და გააკეთეს და მართლა ძალიან საინტერესო მოგონებებია და ამათი ჯამი უკვე მაგრამ სერიოზული რედაქტორა ნამდვილად ენდორომ და მართალი ბრძანა ანდრომ იმიტომ რომ შეიძლება იმდენად სუბიექტური რაღაცა ნიუანსები რომელიც არ შეიძლება რა თქმა უნდა არის კიდეც ახალი ისეთი ამდენიმე მოგონებაც მაგრამ ერთიანობაში ძალიან კარგი და მშვენიერი წიგნი გამოვიდა და რა მშვენივრად ბრძანა ანდრომ რომ აი ამ მრავალი სუბიექტური თვალით დანახული მრავალწახნაგოვანი მთლიანად წარმოჩინდა კიდევ ერთხელ ჩვენი წასული მეგობარის პოეტური სახე, შემოქმედებითი პორტრეტი თუ შეიძლება ითქვას, სწორედ ამ ადამიანების თვალით დანახული, რომელიც ზოგი მწერალია, ზოგი ინჟინერია, ზოგი ბიზნესმენია და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მე მინდა
ლექსი გაქვს მიძღვნილი. მიძღვნილი მაქვს, მე მგონი წინა გადაცემაში წავიკითხე მე. არა, ამ გადაცემაზე უფრო უპრიანი იქნება. მე რამდენიმე თვითონ თემოს ლექსი წამოვიდა, ხო და ეგ მნიშვნელოვანი. ეგ გავაცოცხლოთ. ხა და მიძღვნილი ლექსი მაქვს მე თემოზე 2 მაქვს, ახლა ერთი 2 კი არა, ბევრი ეკუთვნის, მაგრამ საერთოდ აი განწყობა უნდა მოვიდეს, რა უნდა გეტკინოს, უგული რაღაცნაირად, თორე არ იწერება ისე რა ნორმალური რა თქმა უნდა. ეს არ არის მხოლოდ სევდა გულ სიმძიმე აწევს ლოდის რა ლამაზად იცხოვრე და რა კეთილად იღი მოდი ზემოხატულ ცარგვალს გასცდა შეეფარა ფიქრის სურებს ამ ბოლო დროს ფანჯარასთან დგას გეტა და გზას გახურებს ანახალი მერა გითხრა ფიროსმანის დოსტის დარო შენ ქართველი პოეტი ხარ მამაო ძმაო და მეგობარო სულ სხვა მადლი ჰქონდა შენ სულს და ღამეებს შემკთალს თეთრად ღვინოს შენთან ერთად შესმულს პურს გატეხილს შენთან ერთად პოეზიის აშლილ შამში მოასვენე ძვლები ლომმა წევხარ ახლა იმ მიწაში სამშობლომ რომ მოგიზომა დრომ კაცრია მიდის სწრაფად რომ წარსული გადათელოს შენ კი მალე უფრო მძაფრად ასტკივდები საქართველოს სისხლს მიდუღებს ძალა ლოცვის კერძს გადახსნილს უშვერ ნიავს და იმ მიწის ნაგლებს მკოცნი სადაც მხრები გისვენია შენერი ლექსია დაიწერა თემოსადმი და რა ვიცი ყოველთვის ვცდილობდა იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის ეს ადამიანი რომ რა უნდა გავუკეთოთ ახლა ჩვენ ისეთი რომ ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთოთ კიდე ამ წიგნების სახით მისი მოგონების საპატივცემულო და არა მარტო მე მისი მეგობრებიც ასე არიან იმიტომ რომ ყველასთვის გამორჩეულად იყო რა ყველას თავისი თემო ჰყავდა ნამდვილად ესე იყო იშვიათი ადამიანი იყო ის ამ ხრივაც კი და მოკლედ ძალიან გული დაწყვიტა რა ძალიან ბევრს საქართველოს დასკვიტა ამ ადამიანმა და რა ვიცი თქვენის ნებართვით ბატონი თემურის ლექსებსაც წავიკითხოთ ხო მე მახსოვს რომ ჩვენ მაშინ გამოდიოდა პატარა ახლა გამახსენდა საქართველოს ქალი ასე რომ გახსოვს ეს ჟურნალი და ჩემი და თემურის ლექსები მაშინ დაიბეჭდა პირველად ეს იყო 1983 წელი თუ 2 ან 3 წელი მას ჰქონდა მე მქონდა ლექსი დედაზე და მას ჰქონდა ლექსი ბეჟანზე კი არის ბეჟანზე ჰქონდა დავის ბეჟზე ეს ლექსი არა ერთია პატარა ბეჟანზე და აი გავიცანით ერთმანეთი არა შეულებრივ შვილზე გადასაღები და შვილებზე საერთოდ კი უახლოესი მეგობარია ჩვენი მე ყოველ შემთხვევაში ამ ხალხს ოჯახის წევრად თვლი იმდენად ახლობლები არიან და აი ბეჟანიც რაღაცნაირად გაგისევდა კიდე თემურის არ ყოფნის და ამ ბოლო დროსაც უფრო ხშირად ავად ერთად რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ესე თუ დავაკვირდი რა და თვისებები ახლა აქ გენეტიკა მაინც თავისდაშვება და გამოხედვაც და ქცევები რაღაცა შვილს მაინც ესე და რაღაცა გულს მაინც გეფონება რომ უნებრივი ხო და ძალიან გენია და თემოს პატარა ბეჟანს აი ეს ლექსია ამოგიყვანა დედამ მკერდიდან დამოხვალ ქვეყნად ფერად სიზმრებით შენ მოხვა შვილო შენი ხვედრი და ბევრი ცეცადო ვერას ცილდები ჯერ უმწაუხარ აღუც არიცი ხან უმიზედო ტირი იცინი ჯერ მამის მზერას შენ ვერ განიცდი დაგეშინია შენ სიმცირის ისე მოგერგოს პაპის სახელი როგორც მეომარს ბექთარ ხალათი არაფერი ჯობს ცოდვას გამხედილს შეგხვდება ბევრი შური ხალათი ქვეყნა შეგხვდება ბევრი სიკეთეც საქართველოში ჩვენს ველმამულში
არ ვინ გაჯობოს შვილო იცოდე მიწის მოვლასა და სიყვარულში იქნებ უაზროდ არც ღიმები ასეთი იყვნენ ძველი მოხმენი შენ უნდა გერქვას მამის იმედი და მამის მკერდზე მიწის მომხრელი მინდა გაგზარდო ლომის ბოკვერად და არა მფრთხალი როგორც კურდღელი აჰა სამშობლო შვილი ერთგული დაადგი შენი მძიმე უღელი შესანიშნავი ლექსი კი ბატონო აი ჭაბუკები ვიყავით რა რამდენი კი ბატონო ახალგაზრდები ვიყავით მაშინ ალბათ 22-23 წლის 25 წლის მეტი არა კი ბატონო ეს ის წლებია ანდრო რას გაიხსენებ აბა ახლა უსმენდი ამ ლექსს და სოციალიზმის ბეჟანისადმი კიდე სხვა ლექსს ზუნებია და იქ ამბობს რამის რა ლექსი ახლა ზედმეტად არ მახსოვს მაგრამ ისეთი აზრია მე იმას დავდობ მე რო აღარ ვიქნები შენ დაგედარდებიო ეს ცნაური კი არ არის მაგრამ ძალიან საინტერესო ფიქრია რა თვალსას იცი ყოველთვის შვილზე ხო რა თქმა უნდა ფიქრო ჩაულეული ამბავი არა ნორმალური ამბავია რომ შვილი გიყვარდეს და მასე ფიქრობდა და ასე შემდეგ მაგრამ აი ესეთი კუთხით დანახული საკუთარი უბედურება საკუთარი წასვლა ქვეყნიდან იმის კი არა რომ წახვალ და ვეღარ შეხედავ შვილს არ ვერ ნახავ მის შვილებს ან შვილებს აიობრებს ახლობლებს არამედ ის რომ წასვლის დროსაც შვილზე ფიქრობს არ დაედა ის დაგდიაც მინის კივილზე ფიქრობს ეს არის ძალიან ისეთი რა ძალიან მგრძნობი არის ძალიან თან ამასაც მიროვური ლექსია მან აღიარებული აი ესეთი განცდისა და ვიდრე თან იყო ეგეთი რა ამიტომაც რა იყო ახალგაზრდებს ძალიან უარდა კი ბატონო ძალიან ჩემთან ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ხდებოდი სხვაგან მის ოჯახში და სულ სავსე იყო გარშემორტყმული იყო ახალგაზრდა ეს ძალიან ისეთი არის რა რომ აი ყველას ახალი ხსებდა აკეზებდა რომ არიგებდა ისე როგორც საკუთარი მაგალითი მე კარგი კეიპი ცოტა სხვათა მაგარი ახლა მაგ კეიპზე ის გამახსენდა შენთან საგურამოში გარეთ მორები რო გედგათ გაიხსენე რომელი კეიპი თემურა ჩალაბა ზურაბ კაფიანიძე მაგარის გაგვიკეთე შენ აი სიურპრიზი ხოთაშოები ძალიან უყვარდა ზურაბ კაფიანიძეს ძალიან უყვარდა და მათაც ძალიან უყვარდათ თენის არჩვაძე და ასე შემდეგ აი ეს ისეთი მე რა იყო ღვინო მქონდა საუკეთესო და კეიპი მისთვის სუფრა იყო რაღაცა დღესასწაული ეს არ იყო მოგონილი სიხარული რაღაც აი სასეიმო ტრაპეზები იყო რა და ეს და მე მახსოვს რა რომ ყველაზე მეტად უყვარდა სხვა პოეტების ლექსის საკითხი კი აი ეს უცნაურ რაღაცას ითხოვდა კაცო მოიცა აი ხედავ რას ტრიქონები და ეთხოვდა ზეპირად ნებადო მოყვებოდა ამბავს ამ პოეტის ცხოვრებიდან საუკეთესო ამბავს რომ დაგაფიქრებდა და იმ პოეტს დაგაწყებინებდა ფიქს რომელზეც შეიძლება არასოდეს არ გიფიქრია იშვიათი თვისება ადამიანის აი ეს საოცარი თვისებისა და მენიტო და რაღაც დრო გადის არა როგორ არის ესეთ ხალხი არც ბევრი უნდა იყოს და ეს ესეთი ადამიანები თუ ბევრი იქნება მაშინ ეს გამორჩეულობა აღარაფერს აღარ იქნება მაგრამ ვერც იქნება მაშინ გამოთამაში და ეს ამაში ძალიან ადვილად ჩანს ეცი რა თეორია იყო ბუნებრივი კოლორიტი რა აი ზემან შემთხვი რომ აი ეს მისი ცხოვრების წესი იყო ეს მისი არსებობის წესი იყო და ამიტომ ხელოვნურად შენ ვერ ითამაშებ რომ ესეთი იყო ესეთი ძალიან ადვილია მე ამის დანახვა რა არის ესეთი იმდენად ადვილი ხდება მე ამის დანახვა და მე რომ აღარ მინდა რა სიხალბის
ერთხელ შეიძლება ვიღაცა მაგრამ სხვა შეუძლებელია რომ ვერ იქცო. განსაკუთრებით თვისებები ქონდა. ახლა მეც გაწვევი სტუდენტობიდან უკვე ვიცნობდი და ძალიან ბევრი საქმე გამიკეთა. ჯერ იმდენი ხალხი გავიცანი და სადმე რომ მივდიოდი, ტელევიზია იყო თუ სხვა რამე, გთხოვდა წამომყევიო და ისე მთხოვდა რომ ანუ მე პატივს შემდი ვითომ და დავაფასიან და თვითონ აკეთებდა ამას რა ისეთი მოწესრიგება ხო ეთქოდა რომ ანუ მე გავუკეთებდი დიდ საქმეს სინამდვილეში მე მიკეთებდა აქ დიდ საქმეს ეგეთი კაცი და ეს თვისებები გქონდა აი ბეჟანზეც რო თქვი ბატონო ანდრო მე ვდარდობ შენ რომ დაგედარდები ჯანდაბას ჩემი გზადასახელიო ხო ეგეთი იყო ნამდვილად იმასაც დარდობდა რომ შვილი დარდდა და მართლაც ასია თამთაზია კიდე შესანიშნავი წავიკითხავთ მოდი წაიკითხე შენ პატარა ქალი ხარ თურმე დაქალიშვილდი ახლა ვეღარ დაგიშლი ადრე რასაც გიშლიდი თვარესავით ივსები მოგდევ შუქი ჟამისა ხარ მრავალი თვისებით ალი ყვალი მამისა დარდი თვალებს მისველებს თითქოს სიზმრებს მყარავენ მენატრება ისევე შენი სიფათ არავე თამთა გოგო თამარო ჟამი მინდა გავწელო სრემულო ჩემი სამარის ნაღდო გულის დამწველო შენ პატარა ქალი ხარ თითქმის დაქალიშვილდი წუხვარ რომ ვერ დაგიშლი ადრე რასაც გიშლი შესანიშნავი ლექსია იმ სუბუქი როგორი ხო მაგრამ როგორი აი სიხარულით და ტკივილით არის ეს ყველაფერი და ბავშვი ბატონო კი ბატონო როგორი მამაშვილური სიტყვოჩანს აქ ბატონო გადასარევი შვილები დარჩა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ამრავლოს და კარგად ამბობს ეს მაიკო შემდგომი ეს შემონებაზე ხოდა იქ ბეჟანმა გაიხსენა საოცარი რაღაც მოყვა რა თემა ძალიან ისეთი შტრიქი არის გამახსოვრებელი და პორტრეტები ხატება კაცისა რა პოეტისა კაცისა მამისა რა ვიცი დილითო იმას ანჯელში უყრიდა ჩიტებს ამცეცებს გულის ხოდა და წალი დგათ გამკრით ხოდა ეხლა გავუტანია და უკვე ეს გულის მასლები და ამ წყალსაც აღუჩქეცა და უვინდა ხოდა თვითონ ზისი ჩიკიცო თორას უკეთება ჩიტებთან ქეიფო რა პორტრეტი რა უცნაური რაღაცა ხო ეს არ შეიძლება მოიგონო რომ აი ვიღაცას რაღაცა საოცარი რამე ხო ე მამა და შვილი არიან ხო იქ ვიღაცის დასანახად ხო არ აკეთებს ამას რა ვიცი მე რომელიმე პოეტს უკეიფია ჩიტებთან ერთად არა გადასაღებ მე იუმორი ქონდა თან იუმორი როგორი არის თან რა არის ესე აი თითქოს ღვინით გააერთიანა სადა დედამიწა რა აერთიანა რა აი ერთად ჩიტებს ამ ჩიტებთან მოკეიფე პოეტი ეს რა არის რა მოაფიქრებინა ასე სოფლიო შედევრი რა მივდივართ ერთხელ გაწოდა წინ კაცი მიდის აცეცებს ეს კაცი თვალებს რაღაცას ეძებს ხო მისამართს მე როგორც და შეამჩნია თემურმა და უთხრა რომ დახმარებაო ხვალ შეგვიძლიაო რამეო და კაცს ვეძებ ამან აბა წინასწარ გეტყვი ვერ იპოვიო კაცი ასე იოლისაპოვნელიაო ეგეთი უმოდიც ქონდა რიგში დგავართ ერთხელ ვიღაც მოვიდა და ბოლოები დგავართ რა ბოლო ვინ არისო და ბოლო თქვენ ხართ ბატონო უნდა გაეცინა ხო ეგეთი გაუცარი კაცი იყო გაუცარი ადამიანი იყო რა და მაინც თავისი მხარეთ ძალიან უყვარდა კახეთის ეს ფიროსმანის სოფელ და იქ ფიროსმანი მაძღარაშვილი რო იყო კი ბატონი ანზორი აზოფიროს მაძღარაშვილი მუზეუმის დირექტორი შესანიშნავი კაცი ესე იგი ხო თემურიმ გამაცნო ესე იგი მე როგორ
გაგაცნობდა, ესე ჩაგახუტებდა, დაახასიათებდა, რომ ძმა, ახლობელი, მამულიშვილი, ყველაფერი ისეთი მოფერება იცოდა. და მე შეუქებდა ღვინოს, თურმე ეს ღვინოს წამოღებული იქვე დავსწრებოდით რაღაც საოცარი აი ბოჰემათა მისტერიული ჯაჭვები იყო რა მასთან ურთიერთობის ეს გიროსმანი მართლა საოცარი ის ქონდა ეს ჩვეულებრივი ღვინის დალევა არ იყო ის და ღვინოს ერთერებული ღვინოს ატივსებდა ამბილო ხო ეს არ იყო ის რომ არის არა იყო და ამენაირად შობლიურს ყველაფერს პატივსებდა რაც შობლიური იყო და ეს ჩანს ვიზეც არ უნდა იყოს მიწყნილი ლექსი ხო არა აქვს მნიშვნელობა ეს შობლიური ჩანს იმაში მოდი კიდე ერთი ლექსი წაიგოთ კი ბატონო წავიკითხოთ ციკლიდან ყინულის ქალაქი ასე ქვია ამიერიდან მე შენ გეკუთვნი გადამავიწყდა ძველი მითები შენ ხარ მაღალი ჯვარი გეგუთის მე კი დაღლილი ბერის თითები და როგორც მიწალ ტოლვილთ მიუტევთ ნუ გაგაოცებს ჩემი იერი შენ ამაყი ხარ ვით სიჯიუტე მე ვით სიმორცხვე ვარ თვინიერი აჰა მორჩილი მონის კისერი აღზევებულად ჩემი ქალაქი ისევ და ისევ შენ თუ მიშველი ცოცხლობდეს ჩემი ძვალთ შესალაგი მკვდარი იმედი მე არ მეკუთვნის თვით სისხლის წვეთებს მწოვენ ქარები და როგორც დაღლილ ბებერ მეგუთვნეს ხნულზე დამცვივა ალბათ თვალები რა ვქნა სამოთხის სახე მაოცებს შენი სიმშვიდე მარად მეფური ნეტავი მიწის დაღლილ ნაოჭებს თუ აქვს იერი კლავი ნდებული შენ გეკითხები ჩემო სიცოცხლევ ვეღარ ვტეულვარ ფერთა გამაში შენ ერთმა მაინც მინდა იცოდე რომ არ არსებობს კაცი თამაში რომ ყოველივე არის ნუგეში უცხოლ არნაკში დაჭკდნენ ვარდები რადგანაც ცრემლი სახლობს ბუგებში სადაც ვიწყებდით იქვე მთავრდებით ეგეთი საოცარი ადამიანი იყო აქვს აი შესანიშნავი სიმღერები გამოვიდა თემის ლექსებზე ბატონი თემოწეკლაური მღერო და ძირითადად უამრავი საქართველოს ჩვენს ეკლესიას არაერთი და სარწმუნოებას მიუძღვნა ასევე არაერთი ლექსი და აი სასიმღეროა ეს ამას წავიკითხავ ჩემო საქართველო მართლმადიდებელო მუდამ სიყვარულის განმადიდებელო ჩემო საქართველო მართლმადიდებელო ოშკო და ხახულო ცრემლით ნაფერებო ძუძუს მოწყვეტილო ძმებო ქართველებო ზეცსა და ზიდულო ჯვარო და სამებავ გვეყო ჩვენთა შვილთა უღმერთო წამება მუდამ სათნუების განმადიდებელო აღზრდეთ საქართველო მართლმადიდებელო ოწმინდა გიორგის ხატებავ ნათელო სანთლად დანთებულო მომავლის ქართველო ესე სიყვარულის განმადიდებელო ჩემო საქართველო მართლმადიდებელო ჰიმნები თიკითხება ბატაშოვის სხვა პატრიარქმარო ეს არის ჰიმნი ჩვენდა მართლა შესანიშნავი სიმღერა კიდე საეკლესიო ჰიმნი და კიდე საგალობელი ჰიმნი და კი ბატონო ნამდვილად ასე ეცი უსმანდა და თამსკო მიჩნელი ლექსები აქვს არა ერთი და მათ შორის ეს ის არ არის როდღაც იმ ადამიანის ვისაც უსმენდა ამ ლექსს გამახსენდა ჰამლეტ გონაში ხო შენ წამოიწყდა ეს რას როუჩუნდა ლექსა თითქოს მათ პორტრეტს არ ხატავდა მარტო კარით მოგითვალს მაგრამ მათი ღვაწლის განსაკუთრებულ
თვისებას და იმ თვისებას რითიც გამორჩეულნი იყვნენ ისინი და რითიც გამორჩეულნი წამოსწევდა ხოლმე აი ის ეს თითქოს მიზული ლექსიკი არის მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების პორტრეტია ზუსტად ეძახი ხო ზუსტად პორტრეტს ხატავდა ამავე დროს და ამბობდა რითი არის ის ადამიანი მნიშვნელოვანი ეს არის ძალიან ისეთი დამახასიათებელი და ეს მიზული ლექსები ხანდახან არის ხოლმე ცოტა ისეთი არა შეიძლება რაღაცა მოსაწყვეტ ბანალობაშიც გადადის ამის თემურის ისე მარტო შენთვის იყოს მნიშვნელოვანი აი ეს მიზულა მაგრამ მან ისე გააკეთა ეს მიზული ლექსები რომ მკითხველის ითვალისწინებს და არა თავისი სათქმელის თქმას მხოლოდ მართლა ისე კარგად არის ეს გაკეთებული ისეთი აი იმათ ყველას რა ვინც რა განსაკუთრებული ყველამ ვიცით ახლა ის პრობლემა როგორ უყარდა ქაფიანიძე და როგორი სტრიქონები მიუწუნა და ის ახლავზე არის და როგორი ურთიერთობა ქონდა მე ეს მარტოს კი არის თავი უმიდრე მახსოვს ასკილასონესან ისი საათი დამოკიდებულება და ბოჩიცადნი როგორი და როგორი ულიდა ნამდვილად დიდი ღვაწლი ქონდა ეს მარტო ის კი არის არა ერთს სვანელი აი არა თან წარმოიდგინე იმ დროს როცა ქალბატონი ნაზი გილასონია რატომღაც საზოგადოებისგან უკვე მივიწყებული იყო თანამდებობრივად ისეც ასეც და რა ვიცი აი სწორედ მაშინ თორე ხლა კვარცხლბეკზე რო ხარ და იმაზე რო ხარ და ესა სხვა არის აი ამან სწორედ დიდი კაცობა და დიდი ადამიანობა თემურის ამაში გამოიხატებოდა აი მიწვნილი ლექსი ხამლეთ გონაში შემთხვევით აი გამახსენდა ეხლა ბატონმა ბრძანა ქაფიანიძე ბატონი ზურაბი ძალიან უყვარდა და ბატონ ზურაბსაც და ბატონი გიზაჩვაძე მეჯვარე იყო კაცო მისი და მე ხალხი მე გამაჩნო პატარა ბიჭი ვიყავი ჩემთვის ამ კეიფობდით ერთად 2-3 კაცი რაც ერთხელ დაბადების დღე აღნიშნეთ მე თემონ და ზურაბ ქაფიანიძე ჩემი დაბადების დღე აი მერანე რო ხასადილო რო იყო იქ ვიჯექით რაც მე ქნუ გავიცანი მაშინ კიდე ძალიან დიდი ჩემ მეგობარი გადასარევი შვილი ყავს მუშვილებია და ეკნუ შესანიშნავი მსახიობი და მაილა რა გადასარევი ხო და აი ეს ტრიქონი გამახსენდა ბატონ ზურაბს რომ მიუძნა ვერ გაცეკვეს მეფის კარზე ვერ შეგცვალა დრომო საქართველოს ბედი ღვალზე მოღრიალე ლომო ნამდვილად ეგრე იყო და ხატა ერთ ტრიქონში მისი პორტრეტი სამწუხაროდ ის ლექსი მე რამდენიმე წამოვიღე მაინც რომ კაი რომელიც წამოიღეს ესენი ძირითადად წავიკითხა აი ერთ ლექსს წავიკითხავ და ვიცი გადამრევს ზაფხულის წვიმა და წუთისოფლის ანტი ეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ ასე შეშლილან სხვა პოეტები ვიცი გამომხელ სადმე ცდუნება დრო ჩამემსხრევა თვალში სიზმრებად ქარი წამოვა ვითებდგულება და შენკენ მავალს შემეხიზნება თეთრი ქედები მასხედან მხრებზე ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები ვიცი გადამრევს ზაფხულის წვიმა და წუთისოფლის ზანტი ეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ ასე შეშლილან სხვა პოეტები ეს გადასარევი ლექსი და საერთოდ ძირითადად ეს არის პატრიოტული ლირიკა რა თქმა უნდა და ახლა ეგ სიტყვა ხო და შუშანიკ დედოფალზე და იმაზე რო ესენილო შუშანიკზე კეთევანზე საოცარი პოეზია დაგვიტოვა ძალიან ძლიერი და სამწუხაროა რომ კი აი უფრო მეტი შეეძლო თემოს დაიკეთებინა და ალბათ ახლა კიდევ ეცოცხლა ფარმასე გადაწყვიტა მისი წასვლა კიდე დაგვიტოვებდა სხვათა შორის წერილებიც ესეთი მნიშვნელოვანი წერილები დაგვიტოვა კი ბატონო
მე მახსოვს ლიტერატურა და ხელოვნებაში გაზეთი გამოდიოდა მაშინ მისი წერილი მიხეილ ქლევიძის საქმე გარდაი მაშინ გარდაიცვალა მიხეილ ქლევიძე და მისი წერილი მისი პორტრეტი ეწერა ანდროუ ბრძანებდა ზუსტად ესეთ ახატა წინ წამოწია მიშა ქლევიძის ამ საოცარი შემოქმედის სახე თვისებები ეხლაც თვალწინ მიდგია ბატაშოვის ბატონმა მიხეილმა მიუძღვნა ლექსი თემს ეგენი მეგობრობდნენ ასეთი იქონებია პოეტებიდან მე მეგობრობ მხოლო მარტო თემურთან არავინ დამრჩა მეგობარი თემურის გარდა გადასარევი კაი ლექსია მე მასწავლიდა ბატონი მიხეილი აი ლიტერატურის კულტურის ინსტიტუტი იქ და რამდენიმე თვე გვასწავლა მე ვიყავი მიშა ქლევიძესთან ერთად 1999 წელია ბაქოში არის ტარდება ქართული კულტურის დღეები თებერვლის თვეა და მოხდით კომედანტის საათში წარმოედგინე ხა მე არც ვიცი თუ კომედანტის საათია და ნუ ემირ მამედლი და ესენი იყვნენ ჩვენთან ერთად ალიბაბა მიშა საოცარი კაცი მესხეთის თეატრი და ჩვენ იქ იყვნენ და ვისაც მეგობრობდა თემური ყველა ვისაუბრა ის საოცარი აი წარმოვიდგინე თუ გაიხსენ ეს სიურპრიზი გააკეთა რომ ესეთი აი ამ ხელა მაგიდის ხელა მორებზე გააკეთა ტრაპეზი და რაღაც საოცარი ღვინო მოიტანა და ღვინო სულ კარგია ხო თელო თქვა მოდი ეხლაო ჯერ ვიფიქრეთ ფიალები თუ და რაღაც სანთლის ლამპის შუშასავი ჭიქები გქონდა მე სურათებიც გვაქვს გადაღებული რა ჩახუტებული ვართ მე თემური ანდრო ზურაკაფიანიძე ესეთი იყო თავლობა როსტოვი გოგონი შეიძლება და ლაცებინა და ეგ მანსოს ეს კი ეს როგორ მაგრამ აი ჩვენ ვიყავით უბრალოდ ერთი ჯგუფი რა Adre წასული ადამიანები ყოველთვის არის ეს არის მეტროლოგის არონაიც ეს უფალმაიც ხოლმე თემურის ბოლოს ერთად ვიყავით იმერეთში აკაკის სკულპტურში ვიყავით და იქ იყო და უმცროსად იყო მაშინ თემური რომ სუპერგან ადგება მე ვეღარ გაწულა დიხარ ხო, იმიტომ რომ უკვე ენერგია ეგეთი თემა ადრე დაიმართა ერთხელ და მოაჩინეს წყალი ქონდა მაშინ ფილტრებში აღარ გამოუშვეს რა მივედით შესამოწმებლად აღარ მოეშვა მიიყვანეს და აღარ გამოუშვეს დატოვეს და დაახლოებით 10-12 წლის მანძილ ამბობს ვამბობდა მე უკვე ასეთი რაღაცა უცნაური დაავადდა სისხლის ის იყო თუ აი ხო ერთი სიტყვით უცნაური მდგომარეობაში გადაიცვალა მაინც იმიტომ არავინ არ ელოდებოდა ჩვენ შემოდით ხოლმე 2-3 კაცი ხამე თემოსთან სამართლობაში თუ იყო და 2-3 უმცროსი მეგობარი ერეკლეო გუგრელიძეა გადასარევი ბიჭი კიდე და ვახუა გოგდა ჩემ მეგობრები და რამდენიმე კაცი და ერთი ღამე ვეცვლებოდით ხოლმე ერთმანეთს უნდოდა რომ მაინც მეგობარი ყოფილიყო და იმ დღეს ვახო გოგიძე მოვიდა მე წამოვედეთ ამერიკა დირას რომ აი ეს ოპერაციად გავხავს კაცი თან გამიკვირდა ოპერაციას ახლა ეგ არავინ არ ელოდებოდა რა ხო და ნუ აპირებდი გასვას უკვე დარეკა 9 საათი გადაიცვალა ან ვიქ რა მოხდა შინი შეიყვანეს ახლა ყველაფერს კამერასთან ვიყვები რაღაც ისეთ სიტყვებია და მე ვფიქრობ რომ გული გაუჩერდა როგორც დღეს რაღაც წინააღმდეგობა გადაყლაპო სონდის თუ რაღაცა და თქო შეეწინააღმდება გაუჩერდა ზოხარება რა თქმა უნდა ყველას ხდება მაგრამ არის გეტან და მოურა შორის ბოლომდე გეტა ვარ ყოფილიყო თემო ამდენ ხანს აუ მასე ხანს გეტა დიდი ამაგი დასდო დიდი ამაგი და
აი გატეხილი მეჩვენა და ღმერთმა კარგად ამყოფოს და დადობს ალია ბუნებრივია და ამის ამბავია ახლა ვაჟა აზარაშვილის მეუღლის გასვენება მან დანგაწის ჩვენი მეუღლის მეუღლის გასვენებაში ვიყავით ერთად და ისე ფოტოშოპში ხუმრა წავს როულებდა თელი ცხოვრება ბუნოს ეს ხალხი და ეს იგი ამ თავის ამყოფობაზე ციხუმრა რა ხუმრობდა ეგეთი ხო ეს არის ნიჭი რა ადამიანისა რომ არის წუწუნა რა და პოეტისობა ხო მოდი თულია რა ამით უმეტეს ასეთი ცხოვრების წესი რომ სხვაგან არის და ქალბატონიკეთა ძალიან ძლიერი გამოდგა ამ ხელა რომ სინამდვილეში ხო შეინახა ძალიან რა ერთი წამით არ მოუდუნებია ყურადღება სადმეც რო იყო და ლექსიც მიუძღვნა ამას ოღონდ მესმოდეს გეტავა ტელეფონში გადასარევი ხო და მადლობა ქალბატონკეტას რა ყველა სახელით რო ასეთი მადლობა ქალბატონკეტასაც მის შვილებს მის ოჯახს ყველას და თქვენ დიდი მადლობა ჩვენი გადაცემაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება მე მინდა ისევ თემოს ლექსით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა და ჩემს ძვირფას ტელემაყურებლებს ქართული ტელემაყურებლებს უთხრა რომ ჩემი ფრიად საპატივსაცემ სტუმრები და ჩემი მეგობრები იყვნენ ანდრო ბედუკაძე საოცარი წერალი შემოქმედი უნიკალური ბიბლიოთეკის პატრონი სხვათა შორის და დიდი ამაგდარი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ცხოვრების საგრამო სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი სული ჩამდგმელი ბევრი დიდი ინიციატივისა კეთილშობილი სამწერლო ინიციატივისა შემოქმედი კაცი ღმერთმა ბატონო სიხარული და სიკეთე შემოანდრო და თემურ ჩალაბაშვილის უმცროსი ძმა და მეგობარი, იმიტომ როგორც თვითონ მეუბნეოდა ხოლმე ედუარდ უგულავას ეს არის ჩემი უმცროსი ძმა და მეგობარი გინდაშვილიო და ლექსიც წერან როცა წარმოთქვა მამა ძმა და მეგობარო მე აი კი არ რაღაცა ყურში ცუდად კი არ მგდა ანდრო არამედ გამახსენდა ჩალაბა ზუსტად ეგ სიტყვები რომ ჩემი შვილიც არის ძმაც არის და მეგობარიც ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო გულის ტკივილით ედუარდ უგულავას ნათქვამი ეს სიტყვები თემურ ჩალაბაშვილისადმი მიწვნილი ლექსზე ჩვენ მინდა რომ დღევანდელი გადაცემა აი ესე მარადისობაში წასულ ჩვენ მეგობარს თემურ ჩალაბას მიეძღვნა და მისი ლექსი კიდევ ერთხელ წავეკითხოთ და გამოვიდა კიდევ ერთხელ ვახსენებ მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე რომლის იდეის ავტორია შესანიშნავი პიროვნება და გამომცემელი ლევან თითმერია ჩვენი სახელოვანი მწერლის ჯობერ თითმერიას ღირსეული შვილი და ღირსეული კაცი ბატონო ამით კიდევ ერთხელ დავანთეთ ხსოვნის სანთელი ხსოვნის კელავტარი ჩვენი წასული ძმის თემურ ჩალაბაშვილისადმი ამას ჯობია აი ასეთი თემოს ლექსი წავიკითხოთ და დავასრულო ისეთი გული რად გინდა გქონდეს და არა გტყიოდეს ისეთი თვალნიც დავსილან ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ ისეთი ხმალი რად გინდა ქარქაში არა წიოდეს ისეთი შვილი რად გინდა მტერთან შეყრარ შიოდეს ისეთი ცხენი რად გინდა ლაშქარში არა ხვიოდეს ისეთი მეფე რად გინდა მხედართ არ მიუყიოდეს ისეთი მიწა რად გინდა სხვის ხელში გადადიოდეს ამას ჯობია ქართველი სამზეოს არ დადიოდეს შესანიშნავი ლექსი თემურ ჩალაბაშვილის ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო